სვანეტინას აღმოჩნდით ისე აფხაზეთში ვარ დაბადებული გაზრდილი. აქ რამდენი წელია? როგორც სხვა მრავალი უკვე 8 წელია მე აქ ვარ, მაგრამ ჩვენი და სული და გული მაინც საქართველოშია. ამ ლოცვებზე, ამ წირვებზე, ეს გვაძლევიებს, რომ გადავიტანოთ ეს მძიმე ხვედრი და მძიმე ტვირთი, რაც დავიკისრეთ ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი შვილებისთვის. არ ვიცი რა, ყველას ძალიან გვაძლიერებს. წმინდა ნიკოლოზის ძალით ვართ რომ ვძლებთ ალბათ, არ ვიცი. მერტმა გაგაძლიეროთ, რამდენი წელია აქ მუშაობთ? 8 წელი აქ ვარ. და არ ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებას? როგორ არ ვფიქრობ, ღმერთმაც ქნას, რაც შეიძლება მალე ოღონდ აქედან წავიდეთ, რაც შეიძლება მალე ჩვენს ქვეყანაში, რომ იქაც ჩვენა ჭირდება ჩვენ ქვეყანას, იქაც გვერდში გომეჭირდება და ღმერთმა შეგვაძლიერდეს და ღმერთის ძალით იყოს ეს ყველაფერი, რომ მალე დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს რჩევით იმ ქართველებს, ვინც ფიქრობენ თქვენს მსგავსად აქ ჩამოსვლას და მუშაობას. ჩამოვიდნენ თუ არა? მესმის, რომ იქაც ძალიან დიდი პრობლემაა და იმისთვის ავართ ჩვენც აქ ჩამოსულები და ყველას ვურჩევ, რომ თავიანთ ოჯახებში ის უკმაყური გაიზიაროს. ის ერთი უკმაც, რომ ერთი რო ჭაობში ჩაეფლობი აქ, ხო ძალიან ძნელი აქედან ამოსვლა და ამიტომ მართლა არავის არ უსურვებ, რომ ოჯახი დაგვროს და წამოვიდეს, შვილები მით უმეტეს. ისეც აქ ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს, ვერასოდეს, რაც თავის ოჯახებს იქ მოაკლდებათ, დედა, და, ძმა, არ ვიცი, ყველა ძალიან მტკივა, ძალიან მიჭირს, რომ ამდენი ქართველი მომრავლდა უცხოეთში და ყველას უსურვებ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს საქართველოში. ასეთ მოდი ქართველებს აქედან იტალიიდან დიდი მონატრება მინდა შეუთვალო ყველას. იქაური ყველაფერი მიხარია, ყველაფერი მიყვარს. არ ჩვენმა გაგახარეთ. მერტმა გაგაძლიეროთ და გაგახარეთ. გაიხარეთ, თქვენც ასევე.